ეს არის ბატონებო ნებრასკა და მოვყევი საშინელ სეკვაში. დაბლა გზა ასფალტი მთლიანად გავაკეთეთ რა. მემგონი გადაიღო და მეშვენა. ხართ. მე ხავარ შტატ ვაიომინგში. ქეთ ტრაქტორები რომ არის ძალიან დიდი, აი მის მოტორი ჩამოვიტანე, ახალი მოტორი. აქ უნდა დავტოვო ეს მოტორი და წავიღო ძველი, ალბათ გაფუჭებულია და გაარემონტებენ. საიდანაც წამოვიღე, იქ მიმაქ ისე მიჩიგანის შტატში. არ ვიცი ახლა სადაა რა ადგილია, იმიტომ რომ ძალიან გადაკარგულია ეთყობა. პინით მოვედი, ანუ პინით ჩამიგდეს ამ ადგილამდე რომ მოსულიყავი, ეს შეინაფარია. და ესკორტი მოვა ეხა ველოდები და წამიყვანე ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა ჩამოცალო რა. გაჩვენებთ ეხა ზუსტად სადა ვარ და თქვენ მიხვდებით მე. აი ბატონო. ესეთი ადგილია. რა ვიცი, აქ გზები სადა, აი ამ გზით შემოვედი რა. მაგრამ აქედან სად უნდა წავიდე, არ ვიცი და ველოდები რომ მომაკითხონ და წამიყვანონ. ხო, კიდე ერთი ინფორმაცია მინდა მივაწოდო მოქმედ მძღოლებს, ვინც მუშაობს ამჟამად. წინა კვირას ვიყავი ნიუ-ჯერში, სამხედრო საჰაერო ბაზაზე, Air Force-ის ბაზა იყო ტრენტონთან ახლოს. და იქ შესვლისას, ანუ შემოწმება იყო ძალიან მკაცრი. ამოწმებდნენ აბსოლუტურად ძალიან ისე რა, background-ს მკაცრად. მართვის მოწმობა რო ვაჩვენე, არ დაკმაყოფილდნენ მარტო მართვის მოწმობით და პასპორტი მომთხოვეს ამერიკის, სანამ პასპორტი არ წარვადგინე, ბაზაზე არ შემიშვეს, მაგრამ მანამდე კიდე, ესე იგი, თითის ანაბეჭდები ორივე ხელზე, გადამოწმება, background-ის
თავისთავად ნასამართლები ხომ არა ხარ და ასე შემდეგ. Დამკაცრად იყო ყველაფერი, პოლიცია ცალკე იდგა, სამხედროები ცალკე იყვნენ. მეტი ეფექტისთვის ხელბორკილებიც გამოსაჩენ ადგილას ჰქონდათ. ასე რომ რა ვიცი, ვინც აპირებთ სიტყვაზე და ტვირთი გექნებათ ისეთი, რომ გიწევდეთ სამხედრო ბაზაზე შესვლა. ჩემი დაკვირვებით ჯობია, რომ თუ მოქალაქე არ ახარ, მაინც თავის შეიკავო. არ ვიცი, რა მოხდება, რა მოყვება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეფექტი ისეთი ჰქონდა, რომ ვიფიქრე, აქ რომ ისეთი ადამიანი მოხდეს, რომელიც მხოლოდ work-ით არის, შეიძლება რაღაც პრობლემები შეუქმნან რა. და ამიტომ გაითვალისწინეთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რა ვიცი. თუ გამოგადგებათ. მომაკითხა, აგერ აი ამ მანქანა და მე მიყვანს ახლა იმ ადგილას, სადაც უნდა ჩამოვიღო ეს მოტორი. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ცუდ გზებზე მომიწევს სიარული, მაგრამ თავზემო ძალა არ არის. აი ეს ახლა მთელი გზა რაც მივდივარ, არა, სულ ესეთი აი ესეთი რაღაცები ხდება გზაზე. გაყვანილობები, ტრუბები, არ ვიცი რა არის, რას მოიპოვებენ. რაღაცას მოიპოვებენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა არის. გაზია, ნავთობია, რაღაცას მოიპოვებენ რა, მთელ ამ ტერიტორიაზე. სულ ესე არის დაფარული. მთელი ტერიტორია. რაღაცა ესე აი ტრუბებით და იმით გაყვანილობებით. ბატონო, აი ეს მოტორია. ახსენი ხა მომას მე ჩეინები მზად არის უკვე. ჩამოიღებენ და შემდეგ აი ეს მოტორი უნდა დამიდონ. ეს უკვე ძველი. ეხლა ამას აქედან ეხლა ზეთი გამოაქვთ. ამ მოტორიდან ჩამოწურავენ და ამას ჩამოიღებენ, იმას დადებენ. რამხელა მახინა. ეს მე ტრაქტორის მეგონა და არ არის მეგონა. ტრაქტორის ეს რაღაც აი აგრეგატისა. აი ხა ჩამოიღებენ კრანით, უკვე დაიწყეს. ჩააბავენ. ჯიგარი არის ოპერატორი კრანის. ეხლა წესი და ეს გვერდებზე რაც უყენია ქვემოთ. ესენი უნდა დახსნან და გაუკეთონ იმ ძველს. იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ დავაბავ. აი ჩვენი მოტორი საწაიღეს. ოთქვი აი რაღაც აგრეგატის არის.
აი აქ ამ შენობაში ასვავ ესეც ძველი მატორი ჩემოკარგებო დაუდეს და მე დავაბი ჩეინებით აი ესენი მოვახსნევინე ახალს და ძველზე დავაყენებინე რომ ესე დავაბი რა სხვანაირად ეს არ იდგება და ესე გამოიყურება დაბმულება ამას გადავუჭერ კიდე ახალი კიდე აი აქ მოათავსეს ბიჭებმა მოკლედ მოურჩით აქ შემო მეგობრებო ყველაფერს დავიტვირთე და ეხლა მივდივარ უკან საიდანაც ჩამოვიტანე აი ეს ახალი მატორი ეს არის მიჩიგანი შტატი მიჩიგანი აღარ მახსოვს ზუსტად ქალაქის ზემოთ არის ზემოთ კანადისკენ და იქ უნდა ჩავიტანო ეხლა ეს ძველი ამას ალბათ სარემონტო ალბათ არ ვიცი გაარემონტებენ თუ რას ვსწავენ უკვე ჩემი საქმე აღარ არის მაგრამ თავარი არის რომ ეს ჩამოვიტანე და ახალი ავიღე და მიმაქვს აქ ცოტა გავიმტვერე ესეთი ის იყო მტვერი მაგრამ არ დავეძებ ღირს სამაგისოდ 1600 მაილი გამოვიარე 1600 მაილი ახლა უკან მივდივარ ისევე ანუ სულ გამოდის 3200 მაილი და გადახდითაც რა ვიცი ნორმალურად ნუ ჩემი აზრით კარგად იხდიან სულ ამ ჩამოტანაში და მე უკან წაღებაში ბროკერი იხდის $8,500 ხო და მე მგონი ცუდი არ არის მაგრამ ახლა მთავარია მე აქ არ დავიკარგო კი მომაცილეს მაგრამ ჩემით უნდა გავიგნო გზა 12 მაილი მატარა აქ სადღაც უდაბნოში უამრავი გზა გადადის გადმოდის ხო და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყო რომ სადვი არ გადაუხვიო და მე წრეზე არ ვიარო აქ იმედია გავიგნებთ გზას სიცხეც საკმაოდ არის დაცხა ღამე ცივა სხვათა შორის არ ვიცი რატო მაგრამ ეს ბოლო ერთი კვირაა თითქმის უკვე ღამე ყველგან გრილა ისე გრილა რომ ადიელასაც ვიფარებ და დღისით მაინც ცხელა აი ზუსტად ისეთი ამინდებია როგორც შემოდგომას იცის ხოლმე და არა და აგვისტოა ეს არის 5 აგვისტო გამოვედი იმ დანგრეული გზიდან, ეხლა 191 US 191 გზაზე ვდგავარ. კარგად გამოვიგენი, არსად არ დავკარგულ ვარ. ეს გზა უერთდება მე-80 გზას, მე-80 გზაზე დავდგები უკვე ისწე და ჩავალ მიჩიგანამდე. ესე გაიარა დღეს ჩემმა სამუშაო დღემ, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ არ დამთავრებულა და გრძელდება წინ. დიდი გზა მაქვს,
გზას კიდე ფიქრები უყვარს, ფიქრებს ხშირად წარსულში მივყავარ და გამახსენდა 90-იანი წლები, საიდანაც მოვდივართ, რა გზები გავიარეთ, რა ცხოვრება გამოვიარეთ და ეხლა კიდე ვინც სად ვართ, ვინც სად და რა ვიცი. ცხოვრება გრძელდება. შორსები იქნებ სულაც გადავავიწყდე ჩვენ სანუგაშოთ სანუგვარი მოვლენიები მაგრამ შენ თვალებს ამას თითებს რა დამავიწყეთ სიზმარში მაინც ანგელოზად მომევინები Shame to